დაიწყო ჩემი მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პირველი ზუგდიდია. მე, ნინო, ჩემი ასისტენტი და მარი, ჩვენი ზუგდიდელი მასპინძლის აზაზ შვილიშვილი ერთად წავედით თბილისიდან ზუგდიდში. მეორე დღეს აფხაზეთის დევნილთა პოლიკლინიკა დიომედში ჩავატარეთ უფასო კონსულტაციები და ეკოსკოპიური კვლევები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთათვის. ამ დღეს ისინი საგანგებოდ გადმოვიდნენ ენგურზე იმისათვის, რომ ჩემთან ვიზიტზე მოსულიყვნენ. ბევრმა მათგანმა მომიტანა ციტრუსები, იქაური და მითხრეს, რომ თქვენც იქედან ხართ, ვიცით და ვიცით, რომ ძალიან გესიამოვნებათო. და ეს საჩუქარი ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იყო. ამასთანავე კლინიკა დიომედს იმ დღეს გადავეცი ეკოსკოპის აპარატი და სამედიცინო ინვენტარი ჩვენი კლინიკის სახელით. პაციენტები წასვლის წინ ემოციას ვერ იკავებდნენ. სულ გიყურებთო, გისმენთო, ძალიან გვიყვარხართო და თუ შეიძლება ჩაგეხუტოთ და აი ესე ვეხუტებოდით ერთმანეთს. არ მეგონა, ნამდვილად არ მეგონა, რომ ენგურს იქეთაც ამდენი ხალხი თუ მიყურებდა და მისმენდა. საღამოს ვივახშმეთ გარდენ პალასში. ეს ის ელარჯია ძლივს, რომ გავწყვიტეთ. და მეორე დღეს მიღება მქონდა კლინიკა თანაზიარში. რამდენიმე მადლიერი პაციენტი მესტუმრა, როგორც დიომედში, ასევე იმ დღეს თანაზიარში, ეს 13 წლის უშვილობის შემდეგ დაბადებული პატარა დემეტრეა. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ ეს პატარა საოცრება დაბადებული იყო და სხვათა შორის ინვიტრო არ ჩატარებულა, ეს იყო მკურნალობის შედეგად მიღწეული ორსულობა. საღამოს დავემშვიდობეთ ზუგდიდს, ვიყავით ძალიან ბედნიერები ყველა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ემოცია, ბევრი მადლიერი პაციენტი და ესეთი სიურპრიზები მივიღეთ ორივე დღეს. ვიყიდეთ ყველი, შებოლილი, სულგუნი და წავედით ბათუმში. პატარა მაცივარი მაქვს მანქანაში და იქ ვდებ ყველს, რომ არ გაცივდეს თუ გაფუჭდეს. და აი ჩავედით ბათუმში, ტაპირუჟი, ეს არის სასტუმრო, სადაც მე ვჩერდები. ძალიან კომფორტული სასტუმროა, თან საუკეთესო ადგილას, ცენტრში. მეორე დღეს წავედი მიღებაზე, უკვე დავით ტატიშვილის კლინიკაში ბათუმში, მე და ნინო, სადაც მქონდა პაციენტები გვყავდა, მივიღეთ, იყო ბევრი საინტერესო შემთხვევა, იყო ჩვენი პაციენტი, რომელსაც რამდენიმე შეწყვეტა აქ ორსულობის და უკვე 9 კვირამდე მივედით. ეს სპირალი ამოვიღეთ, რომელიც იყო დაზიანებული. ისევ მიღება გვაქვს და ჩვენთან ერთად იქნება გიორგი ნაცვლიშვილი, ექიმი, უროლოგი, ანდროლოგი, რომლის ჩამოსვლას ასევე მოუთმენლად ელიან.